ნიკა ამაშკელის არა მამა გახდებოდა. პასუხისმგებლიანი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ როცა ბავშვი გამიშთა 100 მაგად გაიზარდა რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა. დიდად შევიცვალე პიროვნულად თქო, არა უფრო რბილი დავრბილდი შეიძლება ითქვას რა, იმიტომ რომ ძალიან ხისტი ადამიანი ვიყავი რა. მანერულად, ჩემი წარმოდგენებით რაღაცა ისეთი წარმოდგენები მქონდა, ვარჯიში ძალიან აგრესიული მქონდა, აი ბოლომდე ვწურავდი, ვკლავდი, არ ჩემ თანაგუნდელებს, ჩემს კოლეგებს ვინდო ეუბნებოდი რომ უნდა ეს და ბავშვი რო გამიშთა, აი ცოტა დავრბილდი, შევრბილდი შეიძლება ითქვას და რაღაცა მეტად ჰუმანური გავხდი და რაღაცა ცოტა სხვანაირად დავიწყე. მithumetes გოგო ეხა ისეთია, გოგო ძალიან ნაზია. რბილია და მეც შესაბამისად ცოტა შევრბილდი და ცოტა სხვა ჰუმანური თვალით დავინახე სამყარო, იმიტომ რომ აი მართლა ხა პირდაპირ ესეთი რაღაცა დიდად არ მithქვამს არც და ისეთი ხისტი ადამიანი ვიყავ, ეხაც მაქვს ეს სიხისტე რომ აი და შვილი დამეხმარა ამაში რომ რაღაცა ბალანსი მეპოვა, იმიტომ რომ ხანდახან ეს სიხისტეს ჩემი ერთ ცუდი არ არის, მithumetes როცა თქვენ პროფესიაში იმიტომ რომ იმდენ ნეგატივს იღებ, რომ აქედანაც უნდა მაგრა დახვდე ამ ნეგატივს, მაგრამ სადღაც ძალიან იქამდე მიყავს რა, ლიმიტამდე მიყავს შენი თავი რა, ამ სიხისტით და ეს შვილი ამაში ვიპოვე, რომ ამაში დამეხმარო, იცი ცოტა უნდა მოეშვა, ცოტა უნდა დარბილდე, ცოტა ჰუმანური უნდა გახდე და ეგ გააკეთა ჩემო შვილმა კი. აულა დორის თქვა მინდოდა ის ჩვენმა შვილებმა რო იცოდნენ რამდენად დიდი ძალა აქვს როგორ ზემოქმედებას ახდენენ ჩვენზე ხო? გაცილებთ უფრო დამჯერები იქნება. ჩვენც რო ვიცოდეთ რა ძალა გვაქვს და რა ზემოქმედებას ვახდეთ ჩვენ მშობლებზე, გაცილებით ხშირად მოვიკითხავდით. სულ და ჩემისგან დღემდე მახსოვს, აი რო გახდები მშობელი მივხვდები და მივხვდი რა. კი, მეც მივხვდი.